უკან გადაცემა კვაშხვაძეს. მარჯვენა ფლანგზე იხსნება ალადაშვილი, მიიღო კიდევაც მარჯვენა მცველობუთი და აქვს მას სივრცე წინ. აი ახლა აღმოჩნდა უკვე ის ფლორიან კაინცი. უკან მოუწია დახევა. ზესტაფონის მარჯვენა მცველს, კობახიძე, ონიანი. ისევ კობახიძე, არა ალადაშვილი. ცენტრისკენ შეიწია მარჯვენა მცველმა. მოიგო რამოდენიმე მეტრი, პასი გაუკეთა გელაშვილს, არ არის თამაშგარე მდგომარეობა, გელაშვილის დაწინაურდა. ერთი გოლი. გოლი რომელსაც ველოდი და გავიდა. ზესტაფონი დაწინაურდა აბსოლუტურად დამსახურებულად და ერთი პლუსი გებენგია გეგუჩაძის შეკრიბებით. შვენიერი თამაში, რომელიც შემოგთავაზა ალადაშვილმა, შეიწია დაცვის მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში, ძალიან კარგი პასი გაუკეთა გელაშვილს. არ იყო თამაშგარე მდგომარეობა და თავისუფლად გოლს გელაშვილმაც ამტკიცა რომ უმაღლესი კლასის ფორვარდია და ძალიან ცივსისხლიანად გაისარჯა იმ ეპიზოდში და გახსნა ანგარიში ამ შეხვედრაში. ახლა გამეორებაზე აი ალადაშვილის ძალიან კარგი თამაში, გადაცემა შეცდა კოპხაძე შორეულ კუთხეში, აუგებელი დაუწყა გრაცაის ნიკოლოზ გელაშვილს. რო ყველაფერი ზუსტად გააკეთა და სწორად ასთავარია გელაშვილი და გავხსენით ანგარიში 74 წუთზე ზესტაფონის დაწინაურდა აბსოლუტურად ლოგიკური დამსახურებული გოლი. მეორე გოლი გელაშვილისთვის მიმდინარე ტურნირზე, ასევე 2 გოლი აქვს მის პარტნიორს საბატოას. მარიო ხაასი, რომელიც გითხარით ჩვენ გახავთ ფორვარდი, გამოცდილი 2016 წლის ფეხბურთელი, მზად არის უკვე მოედანზე შემოსასვლელად, ამასობაში შტურმა მდგომარეობიდან, მაგრამ არ დაუკარგოთ ისიც, რომ ძალიან კარგად გაიხსნა სიტუაციაში, თუნდაც აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, აქციაურის დამსახურება თუ არის ძალიან კარგი პასი, გელაშვილის დამსახურება ის რომ ძალიან კარგად გაიხსნა, აქ საოცარი შეცდომა, რომელიც დაუშვა ელიავამ, დარწმნა და 1-1. ერთადერთი შეცდომა დაცვაში არ გვაპატიეს. ელიავამ არა, უკაცრავად ონიანმა დაუშვა აქ შეცდომა. ონიანი, რომელიც ცოტა ხნის ტრავმირებული იყო და ახლა ძალიან დასანანის შეცდომა, რომელიც გამოიყენა პატრიკ ვოლფს. ძალიან სამწუხაროა ესეთი უსამართლო ფაქტი. მთელი მატჩის განმავლობაში ზესტაფონი ფლობდა უპირატესობას, ძალიან რეალური ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამ დროს ბავშვური შეცდომა, რომელსაც უშვებთ ჩვენ დაცვაში, რაც გვიჯდება გაშვებულ გოლად. ახლა უკვე შტურმს საკმაოდ სერიოზული უპირატესობა აქვს.